მოდით ერთად ვისწავლოთ ჩანთის ძირის მოქსოვა. კარკასზე ჩანთის დამზადების ვრცელ გაკვეთილში უკვე აგხსენით, როგორ უნდა დაამზადოთ ჩანთა და როგორ უნდა გავუკეთოთ ძირიც, თუმცა ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს, შედარებით რთული ნაწილი აღმოჩნდა, ამიტომ მოდი თავიდან გავაკეთოთ ჩანთის ძირი. ქსოვისას 13 სანტიმეტრის ზომის კარკასი გამოვიყენე. კარკასის განაყოფ ნაწილში ორთავე მხარეს გადათვალეთ 3-3 რიგი, მესამე რიგი მე ჩანთის გვერდისთვის გამოვიყენე. მესამე და მეოთხე რიგის ზედა თვლებში გაატარეთ ძუა და მარჯვნიდან მარცხენა მიმართულებით დაუმატეთ 2 მძივი. შემდეგ კი შეკარეთ თვალი სტანდარტულად. და როცა შემდეგ კუთხესთან მიხვალთ, ისევ გადათვალეთ კარკასიდან მესამე რიგი და ეს მესამე რიგი გვერდისთვის გამოიყენეთ. ახლა კი კუთხის შეკვრისას ძუა გაატარეთ მესამე და მეოთხე რიგის თვლებში და მხოლოდ ერთი ბროლი დაუმატეთ. ზუსტად ასე უნდა გააკეთოთ შემდეგი ორი კუთხეც. გაითვალისწინეთ, რომ ეს მესამე რიგი მე გამოვიყენე იმ შემთხვევაში, როდესაც 13 სანტიმეტრის ზომის კარკასს ვიყენებდი. თუმცა თუ თქვენ ჩანთას უფრო დიდი ან კვადრატული კარკასით ამზადებთ, მაშინ რიგის გადაცვლა სხვაგვარად მოგეწევთ. თუმცა პრინციპი ერთია. როცა რკალი უკვე მოხრას იწყებს, აი იმ ადგილას უნდა გააკეთოთ კუთხე. კუთხეების განსაზღვრის შემდეგ კი ჩანთის ძირის ქსოვა უკვე ადვილია. გარდა გავიწყდეთ, რომ ჩემს YouTube არხზე ბევრ უფასო ვიდეო გაკვეთილს ნახავთ. მათ შორის კი კარკასზე ჩანთის დამზადების სრულ ვიდეოსაც. ასევე აქ შეგხვდებათ სარდახშის დამზადების ვიდეო გაკვეთილი და ქსოვის ტექნიკებიც. მე კი საბოლოოდ ასეთი ბრჭყვიალა პატარა ჩანთა გამომივიდა.